ეს არის მართლმსაჯულება, ხო მართალია, რომელიც დღეს ჩვენ არ გვაქვს. და ეს არის უბრალოდ ის, რომ რუსეთის, აი რუსული რეჟიმის ანგარიშწორებაა, ვფიქრობ, იმ მოსაზრებების ვით განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე დგას და ასე შემდეგ. ეს არის კატასტროფა, რაც ახლა ხდება, მაგრამ აი ჩვენ სფეროში შევეცდები, რომ ზუსტად ორ სიტყვაში გითხრათ, დიახ, გიორგი უშიკიშვილზე ლაპარაკი. გიორგიმ უბრალოდ გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში წარმოიდგინეთ, საქართველოს უნივერსიტეტში აკრედიტაცია უნდა გაელო პროგრამას, საბაკალავრო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებდა ქართული ხალხური სიმღერის სწავლებას და არა მარტო სწავლებას და მოკლედ მეცნიერული მხარეც იყო, რა თქმა უნდა, ჩართული და ქართული ტრადიციული გალობა. ამას ხაზგასმით ვამბობ, ტრადიციული. ეს ის გალობა არ არის, რასაც დღეს ვისმენთ და მალხაზ ერქვანიძე, რომელიც